ხუთი საინტერესო ფაქტი გოდერძიზე და გოდერძის საბაგიროზე. პირველი, გოდერძი არის ყველაზე ახალგაზრდა სათხილამურო კურორტი საქართველოში. გოდერძი ერთ-ერთი ყველაზე ახალი ზამთრის კურორტია ქვეყანაში. ის აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ და დღემდე იზრდება. განსხვავებით გუდაურისა და ბაკურიანისგან, აქ ნაკლები ტურისტია და უფრო ხელუხლებელი ველური ბუნება. მეორე, საბაგირო გზის სიგრძე არის 2 კილომეტრამდე. ამოსვლა მხოლოდ 7-10 წუთს გრძელდება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ხედავთ ებს, მინდვრებს და საოცარ ხედებს აჭარის მთებზე. მესამე, თოვლი აქ 5 თვემდე ჩერდება. გოდერძიზე ზამთარი ადრე იწყება. პირველი თოვლი შეიძლება უკვე ოქტომბერში მოვიდეს, ხოლო სრიალი მარტის ბოლოს ან აპრილამდე შეიძლება გაგრძელდეს. მეოთხე, აქ დაგხვდება უნიკალური კლიმატი, რადგან არის მთის და ზღვის შერწყმა. ეს იშვიათობაა, ზღვის სიახლოვის გამო ჰაერია განსაკუთრებით სუფთაა და სასარგებლოა ფილტვებისთვის. მეხუთე, კურორტი ყოველ წელს ფართოვდება. მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ახალი ტრასებისა და საბაგიროების მშენებლობას. გოდერძის დიდი პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი მთავარი ზამთრის ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩემი აზრით, ერთი მიზეზიც კი საკმარისია, რომ დაისვენო გოდერძის კურორტზე.